პირველ რიგში შეგვიძლია მისი პოზიცია პოლიტიკურ წასვლის და ასევე თუ გაქვთ უკვე ინფორმაცია, ვინ ჩაანაცვლებს მას ამ თანამდებობას. მან თქვათ განაცხადა საკუთარი სურვილის და გადაწყვეტილების შესახებ, რაც შეეხება პოლიტიკიდან წასვლას და ვფიქრობ, რომ ეს ის მომენტია, როდესაც მადლობა უნდა გადავხადოთ მას იმ საქმისთვის, რომელიც მან ქვეყნის წინაშე გაწია. მე ყველას შევახსენებ, თუ რა წნეხი გამოიარა საქართველომ, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც დაიწყო ომი უკრაინაში და შეგახსენებთ იმას, რომ მაშინ ბაიდენის ადმინისტრაციიდან მოდიოდა პირდაპირ წნეხი, რომ ჩავეთრიეთ რუსეთთან ესკალაციაში. ეს მეც მაქვს არაერთხელ ნათქვამი, რომ ყოფილი ელჩი ამერიკის შეერთებული შტატების პირდაპირ კაბინეტ დადიოდა, მათ შორის ჩემ კაბინეტშიც იყო, იმისთვის, რომ ეეძულებინა საქართველო, რომ წასულიყო ესკალაციაზე რუსეთთან, დაგვეწესებინა ორმხრივი სანქციები, ჩაგვეკეტა ცა და ასე შემდეგ ყველაფერი, რაც ზუსტად ემსახურებოდა ესკალაციას. ეს წრეხი მოდიოდა მაშინ ყველაზე ხელისუფლების ყველა წარმომადგენელზე, მაგრამ რა თქმა უნდა, პრემიერ-მინისტრი არის თანამდებობაზე ყველაზე უმაღლესი პირი, რომლის სიტყვაც და გადაწყვეტილებაც არის გადამწყვეტი ქვეყნისთვის. აქედან გამომდინარე, ირაკლი ღარიბაშვილის მაშინდელმა კაცმა პოზიციამ, პირდაპირმა პოზიციამ ამერიკის მათ შორის ელჩის პირისპირ და იქნებოდა თუ სხვა წნეხი, რომელიც მოდიოდა სხვადასხვა მხრიდან იმისთვის, რომ შევსულიყავით ესკალაციაში რუსეთთან, მათ შორის უკრაინა გახსოვთ, მაშინ როგორ ესხმოდა თავს საქართველოს ხელისუფლებას და პირდაპირ აქციებს გვიორგანიზებდა პარლამენტის წინ, პირდაპირ ერთვებოდა ზელენსკი, ელჩი გაიწვია ამის გამო, რომ ყველანაირად ასე ვთქვათ, შფოთი შემოეტანა საზოგადოებაში, რომ ეეძულებინა საქართველოს ხელისუფლება წასულიყო ესკალაციაში რუსეთთან, რისი ბოლოც ყველამ ძალიან კარგად ვიცით რა იქნებოდა. და ამას ხედავთ ჩვენ უკრაინის მაგალითზე, რა იქნებოდა ბოლო არა მხოლოდ ასე ვთქვათ, ადამიანების სიცოცხლეებს და ეკონომიკურ თვალსაზრისით, არამედ რა იქნებოდა ბოლო და როგორ გავიდოდნენ ამ აურზაურიდან, აყალმაყალიდან ისინი, ვინც ჩაგვითრევდნენ ამ ესკალაციაში. ამიტომ ირაკლი ღარიბაშვილის როლი ის, რომ ჩვენ შევინარჩუნებთ მშვიდობა, მიუხედავად მათ შორის ბაიდენის ადმინისტრაციის პირდაპირ ზეწოლისა, არის ამ მხრივ განსაზღვრელი და მინდა მას მადლობა გადაუხადო ამისთვის. იმისთვის, რომ ამ წნეხს მაშინ მან გაუძლო. გარდა ამისა, რა თქმა უნდა, მისი მონაწილეობა იყო განსაზღვრელი იმისთვის, რომ კოვიდის პერიოდიდან საქართველო წარმატებულად გამოსულიყო. შეგახსენებთ 2021 წელს, როდესაც გიორგი გახარია მაშინდელი ყოფილი ელჩის, ამერიკის ელჩის კარნახით გადადგა თანამდებობიდან იმისთვის, რომ ჩამოეშალა ხელისუფლება. გახსოვთ, რომ მაშინ ირაკლი ღარიბაშვილმა აიღო თავის თავზე მთავრობის ხელმძღვანელობა და ზუსტად იმ მომენტიდან ეკონომიკური ზრდა დაიწყო საქართველოში და მათ შორის ეს ეკონომიკური ზრდის შედეგებიც მთავრობის მაშინდელი ხელმძღვანელის დამსახურებაც არის. ასე რომ მინდა მას მადლობა გადაუხადო იმ საქმისთვის, რომელიც მან ქვეყნის წინაშე გაწია. წარმატება უსურვო მას მის ოჯახთან ერთად და დარწმუნებული ვარ, რომ ის როგორც ამ შემთხვევაში არაპოლიტიკოსი მნიშვნელოვან როლს შეასრულებს საქართველოს შემდგომ განვითარებაში. თუ წასვლა ფიქრობ ირაკლი ღარიბაშვილმა თავად ყველაფერი განმარტა და რაზისი თქმაც მას სურდა ყველაფერი თქვა, რაც შეეხება იმას, რომ წარმატებული პარტიიდან არ მივიდა, პირიქით, თუ წასვლა არის, როდესაც წარმატების პიკზე ხარ, მაშინ უნდა წახვიდე და არა მაშინ, როდესაც პარტიას უჭირს. ასე რომ, რა თქმა უნდა, ჩვენ უკვე რიგით მეოთხე საპარლამენტო არჩევნები მოვიგეთ, 9 არჩევნები ჯამში, წინ არის ადგილობრივი არჩევნები, რომელშიც ასევე usახელოდ დამარცხდება ოპოზიცია და სახელოვნად გაიმარჯვებს ქართული ოცნება კვლავ. ასე რომ ვფიქრობ, ზუსტად ის მომენტი არის, როდესაც თუ კი ადამიანს გადაწყვეტილი აქვს, რომ წავიდეს პოლიტიკიდან, ასეთი გადაწყვეტილების მიღებისთვის არის.
Deep State Trump-ის დასამარცხებელია. ჩვენ Deep States ვერ დავამარცხებთ. თურმე რატო არ თქვენ არ ფიქრობთ? თქვენ არ ფიქრობთ ასე? ან თქვენ ფიქრობთ რომ უნდა დაგვეწესებინა სანქციები? მე გეკითხებთ ღარიბაშვილი რომელმაც როგორც თქვენ ამბობთ. როგორ ვარ მე როგორ ვამბობ კაცო არ არის ეს ფაქტი? თქვენ არ ეთანხმებთ, არ იზიარებთ? კი ბატონო. აი ამ ფონზე როცა დიფტეიტი ჯერ კიდევ არ დაუმარცხებია ქართულ ცნებას. თუმცა თქვენ თანხმდებით იმაზე რომ ხო, არ არის მარტივია ხო ქვეყანაში. ერთპარტიული პარლამენტია, წინ თვითმმართველობის არჩევნებია, უწყვეტია პროტესტი, სანქციების არ წდება. აი ამ ფონზე ღარიბაშვილის წასვლა. როგორ შეიძლება აუგუსტთან წასვლა? უპირველეს ყოვლისა მივესალმები იმას, რომ პირადად თქვენ შეიცვალეთ რიტორიკა საქართველოს პარლამენტის მიმართ. აქამდე ამბობდით, რომ არალეგიტიმური პარლამენტიაო, თან პარლამენტის დერეფენში იდექით და პარლამენტის დერეგანში ყოფის არალეგიტიმური პარლამენტი ამბობთ, ახლა ჩამოხვედით ერთპარტიულზე, ცოტა ხანში ალბათ ამასაც არალეგიტიმური რატო არის? ანუ ფიქრი როგორ შეიძლება ფიქრის საკითხი იყოს ლეგიტიმაცია? კარგი. კი ბატონო, ანუ ესე იგი თქვენ ფაქტებს არ აღიარებთ პარლამენტთან დაკავშირებით, ესეც საინტერესო არის, კი ბატონო. რაც შეეხება ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტებას, მან ამაზე ისაუბრა დაწვრილებით, მის мотиваციაზე, მათ შორის ის რომ პოლიტიკიდან წასვლა გადაწყვიტა მან, ასე რომ მე მგონი ყველაფერი ნათქვამია და რაც შეეხება Deep State-ის დამარცხებას, Deep State არის ტრამპის ადმინისტრაციის დასამარცხებელი, ჩვენ ამის დამარცხებას ჩვენ რა თქმა უნდა ვერ შევძლებთ. გამოცხადებული აქვს პრეზიდენტ ტრამპს, მისი მიზანი არის Deep State-ის დამარცხება, რაშიც ჩვენ ყველანაირ წარმატებას უსურვებთ. რაც შეეხება ზოგადად არა, დეშავანი. ამიშოლობა აქ ამოხსნა. კარგი, თქვენ და მე თქვენ. აი მოდი თქვენ უის რაღაც ვიგეთ. ჯერათ. რა თქმა უნდა, პარტიის თავმჯდომარე, როდესაც მიდის პოლიტიკიდან, რა თქმა უნდა, და პარტიის თავმჯდომარეობიდან, რა თქმა უნდა, ამასთან დაკავშირებით კომუნიკაცია აქვს პარტიის ხელმძღვანელობას. მეორე კითხვაც ამ შემთხვევაში ვინ გახდება ქართული ოცნების ახალი თავმჯდომარე თუ არის გარკვეული მაგალითად ეს ყრილობაზე პარტიის ყრილობაზე გადაწყდება, ამაზე შეჩქარი. ახლა ამაზე საუბარს არ არის. აკუ მეც არ დავსანქცირებულა. ხო. ხა მე ყრილობას წინ როგორ უნდა გავუსწრო? ყრილობა, პარტიის ყრილობა ირჩევს პარტიის თავმჯდომარეს, ასე რომ ეს არასერიოზული და არასწორი იქნებოდა, რომ ამაზე ვისაუბროთ, აქედან ვისაუბროთ ამასთან დაკავშირებით. რას კითხვა რა? პოტენციური სანქციების თავიდან არიდების შესახებ ჩნდება სერიოზული კითხვები ლიდერშიპში, რადგან ეს ადამიანი არის ფაქტობრივად ერთადერთი, ვინც ჯერ არ დასანქცირებულა, ეს აჩენს კითხვებს, ხომ არ გაიქცა მოსალოდნელ სანქციებს თქვენ მე მგონი თქვენ როგორც ჟურნალისტები ძალიან დეტალურად აკვირდებოდით ირაკლი ღარიბაშვილის პოლიტიკურ ცხოვრებას, როდესაც ის პოლიტიკაში იყო, მათ შორის პრემიერ-მინისტრობის რანგში და არ ვიცი, მე მგონი ყველაფერი რაც კი შეიძლება ასე ვთქვათ, საფრთხე, რისკი, თავდასხმა, ასე შემდეგ, ირაკლი ღარიბაშვილის წინააღმდეგ ყველაფერი ვნახეთ, როგორც ჩვენი შიდა მოღალატე ოპოზიციის მხრიდან, ისე ზოგიერთი უცხოელი აქტორების მხრიდან. ასე რომ ამაზე საუბარი, რა თქმა უნდა, არასერიოზული არის. კიდევ ერთხელ, ირაკლი ღარიბაშვილის პრემიერობის დროს იყო ზუსტად და მისი პრინციპული პოზიცია იყო გადამწყვეტი, რომ მიუხედავად იმისა, რომ ამხელა პოლიტიკური ჯგუფების მხრიდან იყო ზეწოლა, ბაიდენის ადმინისტრაციის ელჩი, ყოფილი ელჩი, პირადად იყო ჩართული ამ ზეწოლაში, რომ საქართველოს წასულიყო ესკალაციაზე რუსეთთან და ახლა როცა ადამიანმა ამ ზეწოლას და ამ წნეხს და მოთხოვნებს გაუძლო, მე მგონი ამითი დაამტკიცა და ზუსტად ამიტომაც ამ თვისების გამო იყო, რომ გაუძლო ჩვენმა ქვეყანამ და ხელისუფლებამ ამ წნეხს და გადავრჩით ომსთან გრევას, რომ არა მაშინდელი მკაცრი გადაწყვეტილებები და რომ დავყოლოდით აი ზუსტად იგივე ხალხს, რომელიც მაშინ რუსთაველის გამზირზე პარლამენტის წინ უცხო ქვეყნების დროშებს გვიფრიალებდნენ, შეგახსენებთ 2022 წლის თებერვლის ბოლოს,
ომის დღეს, მეორე დღეს, იმ დღეებში უცხო ქვეყნის დროშებს ვაფრიალებდნენ საქართველოს მოქალაქეები და რომ ითხოვდნენ, რომ საქართველოს ხელისუფლებას გაეგზავნა მეომრები ომში, დაგვეწესებინა სანქციები და პირდაპირ ხაზზე იყვნენ უკრაინის ხელისუფლებასთან იმისთვის, რომ რაიმენად ჩავეთრიეთ ამ ესკალაციაში. აი დღეს შეხედონ უკრაინის ხელისუფლება რა დღეში არის და მაგ დღეში ჩვენ ვიქნებოდით სულ რამდენიმე კვირაში 2022 წელს. ასე რომ ის რომ ქვეყანაში მშვიდობაა შენარჩუნებული, ის რომ კვლავ დედები არ შეიმოსნენ ძაძებით, ამაში არის ირაკლი ღარიბაშვილის ქართული ოცნების ხელმძღვანელობის დამსახურება და ეს ამავე დროს სწორედ ეს კიდევ ერთხელ შეგვახსენებს თუ რა ხალხთან გვაქვს საქმე, რომლებიც მაშინაც უცხო ქვეყნის დროშებით ფრიალით იდგნენ რუსთაველის გამზირზე, დღესაც უცხო ქვეყნის დროშებს აფრიალებენ რუსთაველის გამზირზე. ხალხი, რომელიც პირდაპირ გვეკაჩებოდა ომისკენ ოღონდ რაღაც კეთილი სიტყვა, შექების სიტყვა მოესმინათ, რომელიღაც უცხოელი ელჩისგან, პოლიტიკოსისგან თუ ასე შემდეგ, ამას გადააყოლებდნენ მთელ ქვეყანას და კიდევ ერთხელ დღეს რო საუბრობენ გმირჯარის კაცებზე, ძაძებით შემოსავდნენ დედებს, რომელსაც დასატირებელი ეყოლებოდა შემდეგ ჩვენი შვილები. დღეს აი ეს ხალხი მათ შორის იმასაც ვერ აცნობიერებდა, რომ ისინიც გადაურჩნენ ამ ყველაფერს. ასე რომ არა მაშინ ჩვენი ხელისუფლების გადაწყვეტილება და მათ შორის ირაკლი ღარიბაშვილის მტკიცე პოზიცია საქართველოში საზოგადოება ან დამტირებელი იქნებოდა, ან მისი დატირებით იქნებოდნენ მისი ახლობლები დაკავებულები. ბრძენი ხალხი იყვნენ რომაელები და მათი გამონათქვამი არაერთხელ გამიმეორებია, ის რაც შეეფერება იუპიტერს, არ შეეფერება ხარს. რა ვქნათ, ასე არის გეოპოლიტიკა აწყობილი, დიდპატარობა აქაც არის და ის რაც თავისთვის უნდა ზოგიერთ სხვისთვის არ ემეტება. ასე არ იმეტებდნენ ჩვენთვის ხან მოსკოვი და ხან სხვა დედაქალაქები რაღაცებს, ის რაც თავისთვის უნდოდათ, მაგრამ ჩვენ სასწრაფოდ უნდა მივხედოთ და ჩვენი ხაზი უნდა გავატაროთ და საბოლოო ჯამში აჩვენებს. აი ამ წნეხსაც ხომ გაუძერით მაშინ და ყველას შეგახსენებთ, რომ 2023 წელს, ოდესაც იგივე დასახელებით არის, ხომ რაც ყველაზე საინტერესო ის არის, რომ ქვია უცხოური გავლენის გამჭვირვალობა ამ შემთხვევაში სპეციფიურად უმაღლეს დაწესებულებებში, ხო? ტერმინოლოგიურადაც კი იგივე არის იმ კანონისა, რომელიც ჩვენთან მოქმედებს, უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ და შეგახსენებთ 2023 წელს პირველად ამ ქართულ კანონს, რუსული კანონი დაარქვა ბაიდენის ადმინისტრაციის ელჩმა, ყოფილმა ელჩმა ქალბატონმა კელი დეგნამმა. მან თქვა პირველად, მან მოიგონა ეს ტერმინი, დაარქვა რუსული კანონი და რა თქმა უნდა შემდეგ ახლა უკვე ვიცით ეს სქემები როგორ მოქმედებს ახალი ადმინისტრაციის მხრიდან, როგორ ერთვებოდა ამაში USAID, NED, სხვა დამფინანსებლები, როგორ აძლევენ დირექტივებს NGO-ებს, რომელსაც თავად აფინანსებენ, იმისთვის რომ ძირი გამოუთხოვნონ სხვა ქვეყნებში დემოკრატიას, როგორ აკონტროლებენ მედიას, სხვათა შორის გუშინაც გავცოდა ინფორმაცია, ინტერნიუსი, ასეთი ამერიკული ორგანიზაცია იყო, რომლის მეშვეობითაც ათასობით მედია საშუალება იყო კონტროლის ქვეშ, იმისთვის რომ გაეტარებინა ის პროპაგანდისტული ხაზი, რომელიც მოდიოდა დამფინანსებლიდან. ასე რომ თავის დროზე ყოფილმა ელჩმა ამერიკის შეერთებული შტატებისა შექმნა ეს ყალბი პროპაგანდისტული ხაზი, რომელიც მას უყვარდა ხოლმე თქმა, რომ სპეცსამსახურების სახელმძღვანელოდან არისო და ზუსტადაც რომ სპეცსამსახურების სახელმძღვანელოდან ამოკითხულ სცენარს გავდა ის რაღაც ჰიბრიდული ომის ტაქტიკების გავდა, ის რაც ჩვენ 2023 წელს ვიხილეთ, როდესაც აბსოლუტურად ყალბი, ბრალდებები სათავე იყო ზუსტად ამერიკის შეერთებული შტატების მაშინდელი ელჩი, რომელმაც ჯერ მოახდინა სტიგმატიზება კანონპროექტისა და შემდეგ უკვე სხვადასხვა
USAID-ის თუ სხვა ასეთი დღეს როგორც მას ამერიკის ხელისუფლება უწოდებს თაღლითი ორგანიზაციების დაფინანსებით უკვე შემდეგ ძალადობრივი თავდასხმა იყო პარლამენტზე გახსოვთ მაშინ პირველად საქართველოს ისტორიაში ზუსტად აი ამ ხაზის წყალობით პირველად საქართველოს ისტორიაში მოლოტოვის კოქტეილი ესწროლეს ადამიანს და ცოცხლად წავდნენ პოლიციელს. შეგახსენებთ რომ დღემდე 2003 წლიდან გავიდა 2 წელი. არც ერთ ხმამაღლა მოსაუბრე დიპლომატს არც ერთს არ დაუგმია მოლოტოვის კოქტეილის სროლა. პირიქით გახსოვთ რომ მაშინ გრიგორიადისი ადამიანი რომელიც ეს დანაშაული ჩაიდენა და ადამიანს წვავდა ცოცხლად რამის გმირად გამოგვიცხადეს. შეგახსენებთ რომ ევროკავშირის დაფინანსებით, EID-ის დაფინანსებით ორგანიზაცია სირცხვილია გარდა იმისა რომ ამ კრიმინალს რაც ხავდა გმირად, ასევე მოლოტოვის კოქტეილის სროლას აცხადებდა როგორც მისაღებ პოლიტიკურ ბრძოლის ინსტრუმენტად, ეს ფინანსებოდა ევროკავშირის ბიუჯეტიდან და არათუ ვინმე ამის შემდეგ ან წუხილი გამოთქვა ან დაგმო პოლიციელზე თავდასხმა, ან ბოდიში მოგვიხადა რომ ამას აფინანსებდა, ბოდიშიც არავის არ მოუხდია ამის შემდეგ პირიქით და ამის შედეგი არის რომ 2023 წელს ერთი მოლოტოვის კოქტეილი პირველად საქართველოს ისტორიაში რომ გავარდა მიტინგებზე რომელიც ორგანიზებული იყო რადიკალურ ოპოზიციის და NGO-ების მხრიდან ამ მიტინგზე რომ პროევროპულს ხო ეძახიან, აი პროევროპულ მიტინგზე რომ პირველად ისტორიაში რომ გავარდება მოლოტოვის კოქტეილი, ხო უნდა დაფიქრდეს ის ვისაც ევროკავშირის პასპორტი უდევს გულში, ჯიბეში, რომ რა წარმოდგენას ქმნის ის ევროკავშირზე და პროევროპულობაზე. მოლოტოვის კოქტეილებს რო უთანაბრებენ დღეს ეს ადამიანები ქართველი ხალხის თვალში ევროპულ ღირებულებებს. და ზუსტად ამ არ დაგმობის შედეგი იყო, რომ ის ერთი მოლოტოვის კოქტეილი წელს უბრალოდ ჩარშან დეკემბერში იქცა უკვე 10 მოლოტოვის კოქტეილად. და ამაზეც დღემდე არც ერთ ხმამაღლად მოსაუბრე დიპლომატ საქართველოში, რომელიც რამის ყოველდღიურ საკითხებს ეხმიანებიან ქართველი პოლიტიკოსებისავით, არც ერთს არ დაუგმია ეს ქმედებები, იცით რატომ? რომ შემდეგში ეს 10 მოლოტოვის კოქტეილი გახდეს 30 მოლოტოვის კოქტეილი. და შეგახსენებთ რომ როგორც მაშინ პოლიციელები დაშავდნენ ამჯერზეც პოლიციელები დაშავდნენ, ერთმა პოლიციელმა დაკარგა მხედველობა და არც კი იკადრა რომელიმე აი ამ ხმამაღლად მოსაუბრე დიპლომატმა არც კი იკადრა ან მოინახულებინათ ეს პოლიციელი, ან წუხილი გამოეთქვათ რაღაცა. ეს იყო ის აქციები, რომელიც ორგანიზებული იყო მათ მიერ დაფინანსებული ადამიანების მიერ, რომელშიც ჩართული იყვნენ ადამიანები, რომლებიც მათგან ხელფასს იღებენ. და ერთი წუხილიც კი არ გამოთქვეს ამასთან დაკავშირებით. ამიტომ ვფიქრობ, რომ ამ მხრივაც ყველაფერი გასაგები არის, რაც შეეხება ამერიკის შეერთებულ შტატების მიდგომებს. კიდევ ერთხელ ჩვენ გვიხარია, რომ ახალმა ადმინისტრაციამ არა მხოლოდ ამხილა და აღიარა ის მავნე პრაქტიკა, რომლის გამოყენებითაც ამერიკული ფული იხარჯებოდა სხვა ქვეყნებში ხვის ძირის გამოთხრისთვის, არამედ თავადაც იმ რისკების დაზღვევა დაიწყო, რაზეც ჩვენ ვსაუბრობთ უკვე ამდენი წერია, რომ უცხოურ გავლენას სჭირდება გამჭვირვალობა. ხო აღმოჩნდა, როგორც გამოვიდა ტრამპი და თქვა, რომ ქალი ქალია და კაცი კაცი და ერთი წერტილი დაუსვა ასე ვთქვათ, მთელ პროპაგანდისტულ ხაზს, რომელსაც წლები აშენებდნენ, რომ არჩევითია და გემოვნებაზეა დამოკიდებული სქესი, ერთი სიტყვით თქვა, დარწმუნებული ვარ, რომ ეხლა აი ამ აქტით, რომ უცხოური გავლენის გამჭვირვალობა არის მნიშვნელოვანი, მათ შორის ამ შეფასებებით, რომ თუ დასამალი არაფერი გაქვს, რატომ არასაჯაროებ, ერთ-ერთში იმეორებენ ჩვენს მიდგომებს, ვფიქრობ, რომ ამითი ყველაფრის წერტილი დაესვა. ახლა ისინი, რომლებიც მოლოტოვის კოქტეილები დატენეს და ისროლეს, ისინი, რომლებმაც მაშხალები დატენეს და ისროლეს, გამოვიდნენ და ამასთან დაკავშირებით თავისი განმარტებები თქვას და ზოგიერთმა დიპლომატმა თუ უცხომა პოლიტიკოსმა მე მგონი ბოდიშიც უნდა მოუხადოს ქართველ ხალხს, რომ ასეთი ყალბი პროპაგანდა იყო წარმოებული საქართველოს წინააღმდეგ. ამბობენ ასეთ რამეს, რომ იმპორტის გეგმა ვერ შესრულდა, ამიტომ ფინანსის სამინისტროებად გააკეთა განცხადება, საუბარია იმასთან დაკავშირებით, რომ იმპორტის გადასახადების გეგმა ვერ შესრულდა. მაგალითად, ნიკა გვარამი საუბრობს ამაზე და ერთგვარი დეზინფორმაციული კამპანია არის თორეს ეკონომიკის სიძლიერესთან დაკავშირებით, მაშინ როდესაც ოპოზიციას ზოგადად ხო აქვს მსგავსი პოზიცია, რომ ჩამოშლა მდინარებს.
ერთი რამე უნდა გვესმოდეს და უფრო ცხადი ხდება ეს ყველაფერი და ქართულმა საზოგადოებამ ამას უნდა მიაქციოს ყურადღება. მას შემდეგ, რაც ჩვენ ვერც ომში ჩაგვითრიეს, ვერც ესკალაციაზე წაგვიყვანეს, ვერც სხვანაირად მოშალეს ქართული ხალხის ნება, დღეს თავდასხმის ობიექტად აქციეს ქართული ეკონომიკა. ვინაიდან მიუხედავად აი ამ ჯანჯღარისა, რომელიც მოდიოდა შინიდან თუ გარედან, საქართველო არის ლიდერი ეკონომიკური ზრდით მთლიან კონტინენტზე და მსოფლიოში ვართ მეორე ადგილზე ეკონომიკური ზრდის ტემპით. მაშინ, როდესაც ევროკავშირში საშუალოდ 1%-იანი ზრდა არის, ზოგან რეცესია 0%-იანი ზრდა არის, საქართველოს 10%-იანი ზრდა ქონდა შარშან. ამიტომაც არის ახლა თავდასხმის სამიზნედ ამოღებული ქართული ეკონომიკა. ეკონომიკის განვითარება არის ჩვენი ეროვნული ინტერესის საკითხი. როგორც ებრძოდნენ ჩვენს ეროვნულ ინტერესს, მშვიდობის ინტერესს, რომელიც გამსაზღვრელი არის იმისთვის, რომ ჩვენ ტერიტორიული მთლიანობა აღვადგინოთ, ებრძვიან ჩვენს მეორე ეროვნულ ინტერესს, ეკონომიკურ განვითარებას. ამაში ჩვენ ხედავთ, რომ ჩართული არიან ზოგიერთი არასამთავრობო ორგანიზაცია, უცხოეთიდან დაფინანსებული მედია, აღარაფერს ვამბობ ჩვენ ასე ვთქვათ მარიონეტ ოპოზიციაზე, არასაპარლამენტო ოპოზიციაზე, რომელიც ამ დაკვეთის ყველაზე ასე ვთქვათ დაბალი საფეხურის შემსრულებელი არის. ასე რომ ეს არის ნაწილი იმ ჰიბრიდული ომის ტაქტიკებისა, რომელიც საქართველოს მოსახლეობის წინააღმდეგ მიდის, რომ დააზიანონ საქართველოს მოსახლეობა, დააზიანონ ეკონომიკური ზრდა, გააღარიბონ რაიმენაირად იქნებ და ეს არის ამოცანა. ასე რომ ყველა უნდა დაუკვირდეს. ეს არის ტესტი ყველასთვის. ყველა ვინც ცდილობს რომ გაავრცელოს დეზინფორმაცია ეკონომიკასთან დაკავშირებით, ან ყველა ვინც ხა ეკონომიკაში ცვალებადი ასე ვთქვათ ტენდენციებია ხოლმე, ხო? და ნებისმიერ უარყოფით ტენდენცია სიხარულით და ტაშით შეხვდება, აი პირდაპირ ტესტია, ეს ადამიანები არიან უცხო ჯგუფების ინტერესების გამტარებელი იმისთვის, რომ დააზიანონ საქართველოს ინტერესები. როგორც 2022 წლის თებერვალში ეს ჯგუფები გამოჩნდა, რომელსაც უნდათ რომ ჩავეთრიეთ ომში და ესკალაციაში, ახლა იგივე ჯგუფები ცდილობენ რომ ჩაგვეთრიონ ეკონომიკურ, ასე დაგვაზიანონ ეკონომიკურად და იცით რომ ამაში ჩართული იყო მთელი სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაცია. შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეს რაც შეეხება, ეს არის შინაგან საქმეთა მინისტრის გადაწყვეტილება და გადაწყვეტილება მიიღება ადამიანის კომპეტენციისა და პროფესიონალიზმიდან გამომდინარე, ასე რომ არის კითხვა შემდგომარეობს. რასაც თქვენ აღწერთ და ეს კადრები მე ნანახი ეს იყო დაკავების პროცესი, რომელსაც მე როგორც იმ კადრებში ხედავდი, ხელს უშლიდა იმ შემთხვევაში ადამიანი. ასე რომ კი როდესაც დაკავება ხდებოდა წინააღმდეგობას უწევს ადამიანი, ამ შემთხვევაში ხდებოდა ერთ-ერთი მამაკაცის დაკავება, რამდენადაც თუ სწორად აღვიდგინე, ასე ვთქვათ, ის კადრები, რომელსაც თქვენ საუბრობთ, მიდიოდა, არა, მამაკაცის დაკავება მიდიოდა და ეს გაბატონი ხელს უშლიდა დაკავების პროცესს და პოლიციასთვის ხელი შეშლა დაკავების პროცესში. სხვათა შორის ასევე დანაშაული არის და მას იცით რომ მის წინააღმდეგ როგორც ხვდები მის წინააღმდეგ რაიმე პრეტენზია პოლიციას არ წაუყენებია. კიდევ ერთხელ მიდიოდა დაკავების პროცესში და დაკავების პროცესში ხელშეშლა არ შეიძლება. და მე როგორც ხვდები განარიდეს. მამუკა დინარაძემ თავადაც ამაზე ქონდა განცხადება, ეს არის აბსოლუტური დეზინფორმაცია. საფრანგეთის საელჩომ გრანტების კანონის გამოქმედებამ და ერთი საათით ადრე გასცა გრანტი ყოფილი ნაციების ან მოქმედი ნაციების მიერ დამოკმედებულ არასამთავრობო ორგანიზაციაზე და
ხლერე ვიქოთ ამ სერვისის გაფას, თუმცა არ ნაპასუხი არ არის და ეხლა სადა სოლაბმა ამ ასოციაციებმა გაიცა პასუხი, თუმცა არანაირი პასუხი არ არის რეალურად ამ გაცემულ ეგრეთ წოდებულ პასუხში არ არის დეტალები თუ რა კონკურსი ჩატარდა, ვინ იღებდა მონაწილეობას და ასე შემდეგ თავს დეტალებზე. საფრანგეთის საელჩო რატომ უარავს ამ კონკურსის დეტალებს, რატომ არ ესაჯაროებს არანაირ ინფორმაციას ამ რაც შეეხება თქვენ კითხვას, რატომ არასაჯაროებს საფრანგეთის საელჩო, აი გიპასუხებთ, ესე ვთქვათ, ჯიმრიშის სიტყვებით, რახან ეს თემა არის. ჩვენ უნდა მივყვეთ ფულს. თუ დასამალი არაფერია, მაშინ წინააღმდეგობა რატომ არის? ამას ვეტყოდი მე საფრანგეთის საელჩოს. თუ დასამალი არაფერია, რატომ მალავს მაშინ და რატომ არის წინააღმდეგობა? განცხადება იყო, კონკურსი იყო და არის მარტივი შეკითხვა, რომელიც აქვს საზოგადოებას. ამ კიდევ ერთხელ მე ყველა ელჩს ვახსენებ, რომ ისინი ამ ქვეყანაში არიან სტუმრად. ეს არის პრივილეგია ნებისმიერი დიპლომატისთვის, ორგანიზაციისთვის, პრივილეგია არის, რომ მათ აქვს შესაძლებლობა, რომ მონაწილეობა მიიღონ ქვეყნის საზოგადოების განვითარებაში. ეს პრივილეგია მოდის პასუხისმგებლობასთან ერთად. ეს ესე არ არის, რომ ჩახვიდე ქვეყანაში, ფულები აქეთ-იქით ყარო და მე პასუხისმგებლობას არ გრძნობდე, ამ ფულით რა ხდება. ესეთი გამოცდილება სამწუხაროდ ზოგიერთ ქვეყანას და ორგანიზაციას აქვს. როდესაც შემდეგ აღმოაჩენდნენ ხოლმე წლების შემდეგ, რომ ექსტრემისტები დაუფინანსებიათ, რომ პოლიტიკოსები დაუფინანსებიათ და ასე შემდეგ. ასე რომ ამიტომაც მნიშვნელოვანია, უპირველეს ყოვლისა, თავად საფრანგეთისთვის არის ეს დაცვის საშუალება, რომ ამ ხრივ იყოს გამჭვირვალე. თუმცა, როგორც ხედავთ, საფრანგეთის ელჩს არ სურს გამჭვირვალობა და მიუხედავად იმისა, რომ განცხადება იყო, ასე ვთქვათ, თითქოს ეს იყო კონკურსი, პასუხი არ არის, ამიტომ ჩვენ შეგვიძლია ვივარაუდოთ, როგორც ჩანს, რომ არანაირი კონკურსი არ ყოფილა და ეს არის ის მავნე პრაქტიკა, რაზეც დღეს ამერიკის შეერთებულ შტატების ადმინისტრაცია საუბრობს, ოდესაც იყო გარიგებებით გრანტების გაცემა, იმისთვის, რომ ყოფილიყო რაღაც პოლიტიკური გავლენების გატარება. ეს ერთი, მეორე ის სუბიექტი, ვისაც მისცა ფული საფრანგეთის ელჩმა, ისინი ყველა არიან პოლიტიკოსები. ადამიანი ირაკლი ხვადაგიანი პარლამენტის წევრი იყო, ამ პარლამენტის წევრი. ათეულში შედიოდა ნაციონალურ მოძრაობის. აი მწამებელი პარტიის დღეს რომ საგამოძიებო კომისიაში კიდევ ერთხელ ვიხსენებთ, როგორ არეკეტებდნენ, როგორ აწამებდნენ ადამიანებს. ამ პარტიის ათეულის წარმომადგენლებს მისცა ფული, ხელფასი დაუნიშნა საფრანგეთის ელჩმა. მეორე გიორგი კანდელაკი, ადამიანი, რომელიც ნაციონალურ მოძრაობის იდეოლოგი იყო, როცა ის იყო ხელისუფლებაში. და ის წამების და რეკეტის სისტემის თანაშემოქმედი. ამ ადამიანს დაუნიშნა დღეს ხელფასი საფრანგეთის ელჩმა. და რა თქმა უნდა, აქ ისმის კითხვები საზოგადოებიდან, რომ სინამდვილეში და მათ შორის мотиваცია თითქოს ეს არის ტურისტული მარშრუტების დასადგენად. ნუ ეხა უკვე ცოტა სერიოზულობას კი არა, მე მგონი შეურაცხყოფელი არის ეს განცხადებები. ხა აქ სულელი არავინ არ არის. და მე მგონი საფრანგეთის საელჩომაც ესეც უნდა გაიგოს. აქ სულელი არავინ არ არის. და რომ დავიჯეროთ ის, რომ პოლიტიკოსებს თან რადიკალური პარტიების წარმომადგენლებს ფულს უხდის იმისთვის, რომ ტურისტული მარშრუტები დახაზო. სინამდვილეში მე მაქვს ეჭვი, რომ ეს არის აქციების დაფინანსება არაპირდაპირი გზით. ზუსტად ეს არის ის გზები, რომელიც მოვისმინეთ ჩვენ უჩან ანუაშვილის და სალომე ზურაბიშვილის დაპრანკულ ინტერვიუში, სადაც ისინი პირდაპირ გეგმებს ათანხმებდნენ, როგორ უნდა დაფინანსდეს აქციები გარედან და ბატონი უჩან ანუაშვილი მათ შორის ბიუჯეტებსაც უგზავნიდა, როგორც გავიგეთ, მათ იმისთვის რომ დაეფინანსებს, აი ის რაც ითქვა იქ პრანკების ინტერვიუში, ეს არის პირდაპირ, რასაც ჩვენ ხედავთ საფრანგეთის საელჩოს დაფინანსებას, სინამდვილეში ეს არის აქციების დაფინანსება, როგორც ჩანს და ამიტომაც ეს არის პასუხისმგებლობა მათი და ჩვენ ვნახეთ პირველი შედეგი. მაშინ, როდესაც საფრანგეთის საელჩო ემალება ქართულ ხალხს და არ პასუხობს კითხვაზე თუ რატო ხარჯავს ქართველი ხალხის ტერიტორიაზე, ასე ვთქვათ, ფულს და რა მიზნები აქვს და რა კონკურსი იყო, ემალება საელჩო პასუხებს და ამის ნაცვლად გამოიყვანა თავად კანდელაკი და სხვები, რომლებმაც ფულის მიღებიდან, რა ვიცი, რამდენი დღეა გასული, ხო, ამ ხელშეკრულების დადებიდან პირველი განცხადებაშივე თავს დაესხნენ დამოუკიდებელ მედიას, თავს დაესხნენ ხელისუფლებას. აი ამაში იხდის როგორც ჩანს საფრანგეთის საელჩო ფულს და
რა თქმა უნდა, ამიქიდან გამომდინარე არის ძალიან ამ ყველანაირი შეფასება გამიკეთებია, ხო, სამწუხაროა, გასაკვირია, აღმაშფოთებელია. რა ვქნა დღეს ამას ვიტყვი, რომ რა ვქნა, როგორც ჩანს საფრანგეთის საელჩო ჩვენ ხალხად არ გვთვლის და რაღაც საკეთებს უკანა ეზო ჰგონია, როგორც ჩანს ზოგიერთს ჩვენი ქვეყანა. ესეც ნანახი გვაქვს, ეს კინოც ნანახი გვაქვს. ხან მოსკოვს ვეგონეთ უკანა ეზო, ხან რომელ დედაქალაქს და ხან რომელ დედაქალაქს ვეგონეთ უკანა ეზო. ნანახი გვაქვს. 3000 წელი ამ ისტორიას ვუყურებთ. მაგრამ 3000 წელი იმასაც ხვდებით, რომ საბოლოო ჯამში ქართველი ხალხი რჩება, იმიტომ რომ სიმართლის მხარეს არის და ისინი ვისაც გონივა ჩვენ უკანა ეზო, დაბალი ღობე, ხარი თუ რა შედარებაც არ უნდა იყოს, შემდეგ რა იმართებათ ხოლმე და როგორ არიან, ამ ესეც კარგად ვიცით ისტორია. Dacă mi da xazi gausă. Hai, atât. Ovali se usița. Razem? გიორგი ჩუგოშვილი, რომელიც სპიკერად დაინიშნა ევროკავშირის მხრიდან. გიორგი ჩუგოშვილი დაინიშნა ევროკავშირის მხრიდან სპიკერად. ჩვენ გვახსოვს მისი კამპანია ეკონომიკასთან დაკავშირებით, ერთგვარი კოლაფსი ეკონომიკასთან დაკავშირებით და ამ შემთხვევაში წახალისებოს ხომ არ არის ერთგვარი ის ფაქტი, როდესაც ამ ადამიანს ნიშნავს ევროკავშირის საბჭო სპიკერად და გვახსოვს მისი კამპანია. კი, მე ზუსტად ამას ვსაუბრობ, რომ დღეს სამიზნე ჰიბრიდული ტაქტიკებით თავდასხმისა არის ჩვენი ეკონომიკა და ჩვენი მოსახლეობის კეთილდღეობა. ეს არის დღეს ამოღებული სამიზნე. ომში ვერ ჩაგვითრიეს, ესკალაცია ვერ შეძლეს, ახლა ცდილობენ რომ დააზიანონ მოსახლეობა, ფიზიკურად ვერ დააზიანეს, ახლა ცდილობენ რომ ეკონომიკურად დააზიანონ მოსახლეობა. ზუსტად ეს ადამიანი გიორგი ისაკაძესთან ერთად, შეგახსენებთ გიორგი ისაკაძე დღეს რომ ბიზნეს მედია ატყუებს თავს ალბათ იმ ხალხს, რომელსაც შეიძლება არ ახსოვთ რა ხდებოდა 15 წლის წინ, ხო? ადამიანი, რომელიც იყო ბიზნესის რეკეტის თანამონაწილე, აღიარებულია გიორგი ისაკაძეს, რომ ის იყო თანამონაწილე ზურაბ ადეიშვილის პროკურატურის დავალებით, იყო თანამონაწილე ბიზნესის რეკეტის. აი ამ ეს ერთი რეკეტი ორი და მეორე მხრივ გიორგი ჩუგოშვილი იყვნენ აი სულ ცოტა ხნის წინ დაიწყეს მათ ბიზნესზე თავდასხმის კამპანია, გახსოვთ თქვენ, რომ იყო წნეხი ბიზნესზე, რომ წასულიყვნენ საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ. და ამ მათ შორის იყო როგორც ბულინგი, წნეხი, ბიზნესზე ზეწოლა, ან თუ კი რაიმე არის ბიზნესზე ზეწოლა, ყველაფერი ვნახეთ მათი მხრიდან. და ეს კიდევ ერთხელ გვაჩვენებს, რომ როგორი ხალხი უნდათ მოიყვანონ ხელისუფლებაში. ეს ხო იგივე მორალის ხალხი არის და იდეოლოგიის, რაც ნაციონალურ მოძრაობამ გვანახა ჩვენ 2012 წლამდე და აი ამ ხალხს 1 გრამი ძალაუფლება რომ მისცე გიორგი ჩუგოშვილი იქნება ეს თუ გიორგი ისაკაძე და რომ მისცე 1 გრამი ძალაუფლება. ის რაც ჩვენ დავინახეთ მე, როგორ ატერორებდნენ სულ ცოტა ხნის წინ ბიზნეს, ამ ტერორს ხომ ადგენენ და სახელისუფლებო, ასე ვთქვათ, ბერკეტებს მიუმატებენ და გაიმეორებენ იმას, რაც იყო სააკაშვილის დროს, თუმცა ზოგიერთისთვის საზღვარგარეთ არის ეს ასე ვთქვათ, მისტერიანი იმ დროს და არის მოსაწონი პერიოდი, როდესაც შეგახსენებთ, რომ პოლონეთის მოქმედმა საგარეო საქმეთა მინისტრმა სულ ცოტა ხნის წინ სააკაშვილს უწოდა მოდერნიზატორი. აი ეხლა რო უწოდებ, რო იცი ადამიანმა როგორ აწამა, როგორ რა ქვია, ხელი დააფარა მკვლელებს, როგორ არეკეტა ეს რო იცის ადამიანმა საგარეო საქმეთა მინისტრი რომ ხარ პოლონეთის და ამბობ, რომ ეს ადამიანი იყო მოდერნიზატორი, დემოკრატიის შუქურა და ასე შემდეგ. ეს აჩვენებს საერთო ჯამში როგორი სტილის მართლობა არის ვიღაცისთვის მისაღები საქართველოში. ამიტომ კიდევ ერთხელ ის რომ ევროპის დღეს სპიკერად მიყავთ ბიზნესის ზეწოლის, ბულინგის ავტორი, ეს არის უბრალოდ ძირის გამოთხა ევროპული ღირებულებისთვის და ქართველი ხალხისთვის ნაცარის თვალში შეყრა, რომ თითქოს ტერორი არის ევროპა, ბიზნესზე ზეწოლა არის ევროპა, ბიზნესზე წნეხი არის ევროპა და ძალიან სამწუხაროა ეს.
რაც შეეხება დელეგაციის ვიზიტს, მათ აქვთ განსაზღვრული მიზნები და პროფილი და ამ პროფილით მიდის ვიზიტი და თქვენ ყოველდღიურად გაქვთ შესაძლებლობა მათ შორის მათთან კომუნიკაციის და მოსმენის თუ რა საკითხებზე იმართებოდა სხვადასხვა შეხვედრები, ასე რომ ეს არის ჩვეულებრივი სამუშაო ვიზიტი, რომელსაც აქვს თავის სპეციფიკური მიზნები და რა თქმა უნდა ამ მიზნებს აღწევს კიდევაც იმ შეფასებიდან გამომდინარე, რაც ჩვენ გვესმის ჩვენი დელეგაციის ხედვა. ჩვენი მიზანი არის რომ ჩვენი მიზანი არის რომ ვაჩვენოთ ამერიკის შეერთებული შტატების ახალ ადმინისტრაციას, რომ ჩვენი მხრიდან არის სრული მზადყოფნა სტრატეგიული პარტნიორობის ახალი ფურცლიდან დაწყებისთვის, ისეთი პარტნიორობისთვის, რომელიც იქნებოდა არა ცარიელი სიტყვები, როგორც ეს იყო ბაიდენის ადმინისტრაციის დროს, როდესაც თკბილ სიტყვას გვეუბნებოდნენ თითქოს სტრატეგიული პარტნიორები ვიყავით, მაგრამ საქმეზე ხდებოდა ქართული დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრა, ამერიკული დაფინანსების მიხედვით, ზუსტად იმ თაღლითური სქემებით, რომელიც ამხილა ტრამპის ადმინისტრაციამ, ჩვენ ვთავაზობთ, რომ გქონდეს ახალი ფურცლიდან სტრატეგიული პარტნიორობა, რა შეგვიძლია საქართველოს შევთავაზოთ ამერიკის შეერთებულ შტატებს, ეს მე მგონი ჩვენ დროთა განმავლობაში ვაჩვენეთ, ჩვენ ვიყავით და ვჩებით ამერიკის შეერთებულ შტატების ყველაზე სანდო პარტნიორად რეგიონში. გადახედონ წარსულს, იფიქრონ მომავალზე, დაფიქრდნენ და გაანალიზოს ყველამ ვარ თუ არა ჩვენ ყველაზე სანდო პარტნიორი ამერიკის შეერთებული შტატების რეგიონში. რაც შეეხება ეწოდებს სანქციებს, ის თავისთავად აპრიორი არის უსამართლო, თვითნებური და არა ეწინააღმდეგება არა მხოლოდ ქვეყნებს შორის თანაბარი ურთიერთობის გაგებას, არამედ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებების გაგების ელემენტარულ გაგებასაც კი. ამიტომ ეს წინაპირობა კი არის, ეს თავისთავადობა არის, რომ ის რაც არის თვითნებური და უსამართლო, არ უნდა არსებობდეს ბუნებაში. ბაიდენის ადმინისტრაციაზე რასაც ამბობთ ახლა ჩვენ და რაც არის თქვენი თავარი ეგზამპლი, რომ ეს ადმინისტრაცია ჩაგრდა სამბოს თანასახმელეთო. სწორედ ბაიდენის ადმინისტრაციის დროს იქ მუშაობები, ჯოშუა ჰაკი შეახვედრეს სიამოვნებად დავითაშოს სახელმწიფო დეპარტამენტში, და რომ ის ახლაც იკავებს იმავე თანამდებობას იქ. მასთან ამგზავრდით მიხვდით. ჩვენ ველაპარაკებით არა ინდივიდუალურ, ჩვენ ვესაუბრებთ არა ინდივიდუალურ პირებს და ასე ვთქვათ ჩინოვნიკებს თუ დიპლომატებს, ჩვენ ვესაუბრებით ამერიკის შეერთებული შტატების ადმინისტრაციას. ადმინისტრაცია, ვინცაც განსაზღვრავს, რომ უნდა ილაპარაკოს მის სახელით, ეს ამერიკის შეერთებული შტატების ადმინისტრაციის საკითხია, ჩვენ ვესაუბრებით ადმინისტრაციას. რაც არის ახალი ადმინისტრაციის პოლიტიკა, ამას ჩვენ ვხედავთ. ერთ-ერთში იმეორებს ყველა ბრალდებას, რაც ჩვენ მქონდა ბაიდენის ადმინისტრაციის მიმართ და აქვე შეგისწორებთ, რომ ბაიდენის ადმინისტრაცია აზიანებდა ან ერჩოდა არა საქართველოს ხელისუფლებას, არამედ აზიანებდა ქართულ ხალხს. როდესაც ჩვენ მოგიწოდებენ, რომ წახვიდე ესკალაციაზე რუსეთთან, აქ ხელისუფლება კი არ დაზიანდებოდა მხოლოდ და იმდენად, აქ უპირველეს ყოვლისა დაზიანდებოდა ქართველი ხალხი, დაზიანდებოდა ჩვენი ქვეყანა. ამიტომ თუ კი ვინმეს აზიანებდა ბაიდენის ადმინისტრაცია, ეს იყო ჩვენი მოსახლეობა. მათ შორის აი ისინი რო დარბიან სხვადასხვა დროშებით ქუჩაში, აი როგორ ხასიათზე დადგებოდნენ, მაშინ დაყოლოდა ჩვენი ხელისუფლება ამერიკის ყოფილი ელჩის მოწოდებას და ეწესებინა სანქციები წასულიყო ესკალაციაზე და აქ მე ტანკების გრუხუნი რო იქნებოდა, აი როგორ ხასიათზე დადგებოდნენ, კითხონ დღეს უკრაინელებს როგორ ხასიათზე არიან დღეს უკრაინელები აი ამ ტანკების გრუხუნის ფონზე, როდესაც ხედავენ როგორი დასასრულისკენ მიდის ეს ომი. ჩვენს გაიდათ არათუ განიხილავს დასახელებული წყავს და მიდის პროცედურები, ახლა ამას როგორ იყო წინასწარ არის, იმიტომ რომ ელჩის დანიშნოს აქვს თავის პროცედურები, პირველ რიგში ხდება კანდიდატის წარდგენა მასპინძელი მხარის მიმართ, რომელსაც უნდა გასცეს ამაზე აგრემანი და ამის შემდეგ ხდება საჯარო. დიახ. ეს არის ადამიანი, რომელიც იქნება საქართველოს ელჩი ამერიკის შეერთებულ შტატებში. მოთხოვნასთან დაკავშირებით კითხავთ, ვიცით რომ აქამდე არსებობდა ორი მოთხოვნა, ეს იყო სინდისის პატიმრების გათავისუფლება და ხელახალი არჩევნების დანიშნა. ახლა დაემატა და პრიორიტეტული გახდა ქართული ოცნების გადადგომა. როგორი იქნება თქვენი პასუხი იმ საქართველოს მოქალაქეების მიმართ, რომლებიც უკვე მესამე სეზონია ყოველდღე გამოდიან ქუჩაში და სხვადასხვა მოთხოვნებით მოგმართავენ და იქ კიდევ ეს ახალი მოთხოვნა გაჟღერდება და სხვა შორის გაიშლება, როგორც ამბობენ ეს აქცია და არ იქნება მხოლოდ პარლამენტის მიმდებარედ,
სხვადასხვა ლოკაციას დაუგნებს მოიცა. აი ხედავთ რა ზუსტი ტერმინი გამოიყენეთ მესამე სეზონია რაც გამოდიანო. დიახ, აი ეს სპექტაკლი, რომელიც უცხოური დაფინანსებით, წაქეზებით და ხელმძღვანელობით ხორციელდება საქართველოში, ყალბი საფუძვლებით, ეს სპექტაკლი ზუსტადაც რომ სეზონებად აქვს ქცეული და ზოგიერთის ქცევას რო უყურებ მე, მათ თავი მე მგონი კინოში გონიათ. კინოში ეგონათ 2022 წლის თებერვალსაც პარლამენტის წინ დგომ ახალგაზრდა თუ ასაკოვან ადამიანებს. კინოში ეგონათ თებერვალში 2022 წლის აი აქ რო იდგნენ, ჩემ კაბინეტიდან ისმოდა ის შეძახილები მათი მხრიდან რაც იყო, რომ გაგვეგზავნა მეომრები უკრაინაში და შევსრულიყავით ესკალაციაში რუსეთთან. და აი მართლა ის ბომბების წვიმა რო წამოვიდოდა ქალბატონ ლონჯარიას რო უნდოდა საქართველოზე, აი მე როგორ ხასიათი დადგა, მე ხო როგორც კინოში დარბაზიდან კი ვერ გავიდოდნენ და ტელევიზორს კი ვერ გათიშავდნენ, ეს ბომბების წვიმა მათზე წავიდოდა. ისინი იქნებოდნენ, ვინც დაიტირებდნენ შენ თავის ახლობლებს, ან მათ დაიტირებდნენ, მაშინ მე მათი ახლობლები. ამიტომ აი ესე კინოში რო გონიათ თავი და სცენარით რომ მიდიან და ამ ხრივ კი მართალია რომ მათ შორის სხვა ქვეყნებში ვხედავთ გარკვეულ ასე ვთქვათ პროცესებს, რომელიც ერთ-ერთში გავს, ხო? მაგაც გამეორება, ამასაც ამერიკის შეერთებული შტატების დღევანდელი ადმინისტრაცია და მისი გარემოცვა საუბრობს. ეს არის ერთი სცენარი, რომელიც სხვადასხვა ქვეყანაში მიდის და ზუსტად სეზონებით მიდის. ეს არის პრობლემა. რაც შეეხება მოთხოვნას, აი ჩამოყალიბდნენ. ამ მთავრობა აიდან უნდა გადადგეს, ამ მთავრობა არ არის და თუ არ არის, აიდან უნდა გადადგეს, ხო? არასერიოზული დამოკიდებულება ამ ყველაფერთან დაკავშირებით, ერთადერთი რამე მინდა მე კიდე ერთხელ. აი როგორც დარწმუნებული ვარ მაშინ 2022 წლის თებერვალში პარლამენტთან იდგნენ მიამიტი მოქალაქეები, რომელსაც ჩვენ გვახსოვს მაშინდელი მართლა იყო ეს იყო პროპაგანდისტული, რა ვიცი, ცუნამი, რაც მაშინ ამ ომთან დაკავშირებით იყო და სოლიდარობის რაფორმა უნდა ყოფილიყო უკრაინის მიმართ და ამას აყოლილები მზად იყვნენ, რომ საქართველოს შეეყვანათ ომში. ჩვენი მოქალაქეები, აი რუსთაველზე რო იდგნენ 2022 წლის თებერვალში, მზად იყვნენ, რომ გადაგვედგა ნაბიჯები, რომლითაც აღმოჩნდებოდით ომში. აი როგორც მაშინ დარწმუნებული ამის შემდეგ ბევრმა გააცნობიერა, რომ და დაფიქრდა იმაზე, რომ ეგ პროცესები ჩვენ ხო ნანახი გვაქვს. ჩვენ ხო ვიცით ეგეთი ომები როგორ იწყება. აი უკრაინაში როგორც დაიწყო. ეს ხო ჩვენ თავზე ვიცით, როგორ იწყება ესეთი ომები და რაც თავარი ჩვენ ხო ვიცით, როგორ მთავრდება ესეთი ომები. როგორ დასრულდა ჩვენთან ესეთი ომები. ხო გვახსოვს კარგად. ხო გვახსოვს, რომ არც ერთი სანქცია რუსეთისთვის 2008 წლის შემდეგ არავის არ დაუწესებია. ხო გვახსოვს, რომ ომის დამთავრებიდან 2008 წლის ომის დამთავრებიდან 8 თვეში ამერიკის შეერთებული შტატების ობამას ადმინისტრაციამ გადატვირთა ურთიერთობები რუსეთთან. აი აქ ჯერ დატირებული არ ყავდა, ანწუხელიძე და სხვა გმირები დატირებული არ ყავდა, როდესაც ჰილარი კლინტონი ლავროვთან ერთად წითელ ღილაკს გადატვირთვისას დააჭირეს ხელი, გადატვირთეს ურთიერთობა. თვეები არ იყო გასული, როდესაც გერმანიამ დაიწყო Nord Stream-ის მშენებლობა გაზსადენისა და სხვათა შორის ბატონი როთი, რომელიც ახლა წავიდა პოლიტიკიდან, ერთხელ შევახსენე იმას შეხვედრაზე და მან თქვა თვითონ ხო მე ვიყავიო, ვინც მაშინ გახდათ ის მინისტრის მოადგილე გერმანიის მთავრობაში, ევროპის მიმართულებით და მე ვიყავი, ვინც ვარწმუნებდიო ევროპის სხვა ქვეყნებს, რომ ეს პროექტი საჭირო იყო. ამას უწევდა რეკლამას და პიარს მიხაილ როთი რუსეთთან დაახლოება და მე მოდიძე ჩვენ რაღაცებს გვემდუროდა. და შეგახსენებთ 2010 წლის 9 მაისს, აი 9 მაისი ხო ახლოვდება, ახლა რა პანიკა, ვინ წავა და ვინ არ წავა მოსკოვში 9 მაისს, 2010 წლის 9 მაისს. რამდენიმე თვე არის, 18 თვე არის გასული ომიდან. 2010 წლის 9 მაისს წითელ მოედანზე სამხედრო სალამს აძლევდნენ რუსეთის პრეზიდენტს, ამერიკის შეერთებულ შტატებს, დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთის, პოლონეთის და თქვენ წარმოიდგინეთ უკრაინის შეერაღებული ძალები, რომლიდანაც დარწმუნებული ვარ, იქ წითელ მოედანზე ვინც იყვნენ, იქიდან ყველა თუ არა ზოგიერთი მაინც შემდეგ უკვე ახლა რუსეთთან თავად მოუწია ომში ყოფნა. ამიტომ ჩვენ კარგად ვიცით ეს ომები როგორ იწყება და ასევე ძალიან კარგად ვიცით როგორ მთავრდება ასეთი ომები და ამას ახლა უკრაინელი ხალხი ძალიან კარგად ხედავს, როგორ სრულდება ეს ომი. უცნაური ცით რა არის, რომ არც კი ფიქრობს არავინ იმაზე, რომ ჩვენი ომი, ანუ ომი არ იყო, ხო? თქვენ ეს არც კი გიფიქრიათ ამაზე, რომ ჩვენ ჩვენი ჯარისკაცები დავმარხეთ, ჩვენი სისხლი დავუარეთ და რომ გავიდა რამდენიმე კვირა და ხელი რომ დაიბანა ყველამ.
ერთი სანქცია არ დაუწესებია არავის, არც უკრაინას. ცალკე მაინც დაეწესებინა, ხომ? რომ ამბობთ რომ ომში იყო ჩართული ჩვენთან და გვეხმარებოდა. არავის ერთი სანქცია არ თუ დაუწესებია. 19 ჩავიდნენ და აღლუმში მიიღეს მონაწილეობა. ამას გეუბნებით თქვენ. აი ეს ხო არის აბსოლუტურად სისულელი კითხვა არის. ამაზე კარგით ხა ეს არასერიოზული კითხვაა და რა თქმა უნდა არა, როგორ იქნება ხა იქ საქართველოს ხელისუფლება იმ პირობებში, როდესაც საქართველოს ტერიტორიები ოკუპირებულია. არა, ის რომ არ გიკვირთ, რომ კაციშვილმა ჩვენი ომი ომად არ ჩათვალა, კაციშვილმა 1-2 შეშფოთება ამოიოხრეს და ამით დამთავრდა ყველაფერი, გადაწყვიტეს ურთიერთობები რუსეთთანაც, დაიწყეს ეკონომიკური პროექტები და ასე შემდეგ. გავა დრო უკრაინელი ხალხის დაინახავს ამას, რომ ზუსტად ისეთივე შედეგები დადგება საბოლოო ჯამში და აი სამწუხაროა, რომ უკრაინელი ხალხი და უკრაინის ხელისუფლება მოიქცა არა ისე როგორც საქართველოს ხელისუფლება მოიქცა 2008 წელს. ჩვენ ომში არავის არ ვითხრევდით. არავისთვის არ გვითქვამს, რომ მოდი ეხლა და ჩვენს ნაცვლად იომე და შენი სისხლი შეწირია და უკრაინის ხელისუფლება ასე სამარცხვინოდ რომ მოიქცა ქართულ ხალხს, რომ უნდოდა რომ ჩვენი სისხლი დაღვრილიყო და ჩვენ ჩავეთრიეთ საერთო ომში, აი ეს სამარცხვინო საქციელი რაც იკადრა უკრაინის ხელისუფლებამ და კერძოდ თავად ზელენსკი, რომელმაც საქართველოს ელჩი, რომელიც ბოლომდე იყო კიევში, მაშინ როდესაც ყველა გაიქცა, აბსოლუტურად ყველა ქვეყნის ელჩი გაიქცა კიევიდან, დახურეს საელჩოები, ჩამოწიეს დროშები და ერთადერთი დროშა, რომელიც ფრიალებდა უკრაინაში საელჩოს წინ იყო საქართველოს დროშა და ერთადერთი ელჩი, რომელიც იყო დარჩენილი, იყო საქართველოს ელჩი და ეს ელჩი გამოაძევა ზელენსკიმ უკრაინიდან. აი ამაზე რომ არ არსებობს ერთი ეგრეთ წოდებული ლიბერალი NGO-თა ოპოზიცია, ერთი საყვედური მაინც თქვან, განან გადაეფარებიან ყველას, ოღონდ ქართველს არა და საკუთარ ხელისუფლებას არა. აი ეს არის ღალატი, სხვა რამე კი არ არის. ღალატი მაინც და მაინც ის კი არის, რომ უჩან ანუაშვილივით ვიღაცა გამოიჭერო ფულებს როგორ აგროვებს საზღვარგარეთიდან, ხო? ღალატი ისიც არის, რომ გაჩუმებული ხარ. აი ეგ მის ჩუმად იყო 2022 წლის თებერვალში, მაშინ როდესაც მიდიოდა ზეწოლა საქართველოში ომში ჩათრევაზე, აი ჩუმად ვინც იყვნენ, აი ესეც ღალატი არის. მათ შორის მედის ხვი. სალომე ერთი რამე უნდა ყოველთვის აღნიშნოთ და გავაცნობიეროთ, სალომე ზურაბიშვილის პირი ჩვენ გვესაუბრება მაკენის ინსტიტუტი. სალომე ზურაბიშვილი გახლავთ მაკენის ინსტიტუტის მიერ დაქირავებული ადამიანი, რაც ვიცით, საჯაროდ ის ფულს იღებს უცხოელებისგან თავის საქმიანობაში. ამით ხო უკვე წერტილია. ჩვენ ყავდა ერთი ყოფილი პრეზიდენტი სააკაშვილი, რომელიც წავიდა საქართველოს მოქალაქეობა დატოვა და შევიდა სხვა ქვეყნის სამსახურში, მათ შორის სპეცსამსახურების სამსახურში და შემდეგ უკრაინის სპეცსამსახურებმა შემოაპარეს ის აქეთ. ერთი ასეთი და ახლა მეორე ყოფილი პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, რომელიც პირდაპირ დადგა უცხოელების დაფინანსებაზე და მაკენის ინსტიტუტი ვინ არის ეს ყველა მიცის. საქართველოს ქართულ ხალხს როგორ ემტერება ქალბატონი თორტორი ეს ისაც ვიცით, მისი სცენარები, რომელსაც მიყვება დღეს რადიკალური ოპოზიცია. და ეს ასევე ის ორგანიზაცია, რომელიც ტრამპს მოიხსენიებს მოძალადით და ასე შემდეგ. ამიტომ მაკენის ინსტიტუტია თავად მაგალითი იმ ქსელისა, რომელიც არის ომის აქტივისტების ქსელი, რომელსაც უნდათ რომ უკრაინის ხელით ებრძოლონ ეომონ რუსეთს და ეს დღეს უკვე აღიარებული აქვს ამერიკის ახალ ადმინისტრაციას, რომ უკრაინა გამოყენებულია როგორც მარიონეტი და ეს არის პროქსი ომი, რომელსაც გარკვეული წრეები აწარმოებენ რუსეთის წინააღმდეგ და ხედავთ ჩვენ რომ ამერიკის ახალ ადმინისტრაციას უნდა რომ ამ პროცესში რაღაც ცვლილება შეიტანოს და ხედავთ ზუსტად ჩანს მათ შორის ზოგიერთი ევროპული ხელისუფლების წარმომადგენლების დონეზე ჩანს ვინ არიან დღეს ომის აქტივისტები და ვის უნდა რომ სხვისი ხელით იომოს. თუ არა და მარტივი კითხვა არის, რომ გამოდიან ეს ესტონელები და ლიტველები და გულში ჯიხს იცემენ, რატო არ არიან ესტონელები, რატო არ იბრძვიან უკრაინაში, რატო არ აგზავნიან ჯარს?
მარტივი კითხვა, რატო არ აგზავნის ესტონეთი ჯარს, რატო არ აგზავნის ლიტვა, გერმანია, საფრანგეთი, რატომ არ აგზავნიან ჯარს საომრად, თუკი ეს არის ფრონტის ხაზი ევროპისთვის. თუკი ამასში არ წმუნებენ უკრაინელ ხალხს, რომ ისინი იბრძვიან ევროპისთვის, რატომ არ აგზავნიან ჯარს? ნატო აქ არაფერ შუაში არ არის, ნებისმიერ ქვეყანას შეუძლია თქვას, რომ ის წავა საომრად ისე რომ ნატოსგან მეხუთე მუხლის ამოქმედებაზე უარს იტყვის, შეუძლია დღესვე განაცხადოს ესტონეთმა მეხუთე მუხლზე უარი და გავაგზავნოს თავისი ჯარი და იომოს უკრაინელებთან. რატო ომობენ უკრაინელების ხელით რუსეთის წინააღმდეგ, თუკი ეს მათი ომი არის, წავიდნენ და იომონ, რატო არ ომობენ? ამიტომ ეს ხალხი არის მაკენის ინსტიტუტით და სხვა ასეთი ხალხი, რომლებსაც აქვთ არც საქართველოს ადარდებთ, არც უკრაინა ადარდებთ, მათ ადარდებთ რუსეთი, ეს არის მათი სამიზნე და საქართველოს მათ ჭირდებათ როგორც მარიონეტი რუსეთის წინააღმდეგ საბრძოლოდ და ასეთ მარიონეტად სალომე ზურაბიშვილი ყავდათ გარკვეულ პერიოდში, ადრე არ ვიცი როგორ ფინანსურ ურთიერთობაში იყვნენ, მაგრამ დღეს პირდაპირ დაფინანსებული ყავთ მას იმისთვის რომ ის და სხვები კიდე როგორ არის ეს ცალკე საკითხია, იმისთვის რომ საქართველოში არ იონ მდგომარეობა, საქართველოში შემოიტანონ დესტაბილიზაცია და მოიყვანონ მარიონეტები ხელისუფლებაში იმისთვის რომ შემდეგ საქართველო იყოს პროქსი მათ ხელში რუსეთის წინააღმდეგ საბრძოლოდ. სხვა რამე კი არ უნდა 2022 წელს, როდესაც გვეხაჩებოდნენ ომში. ასე რომ კიდევ ერთხელ ეს არის არა სალომე ზურაბიშვილი ან ვინმე, არის მაკენის ინსტიტუტი, არის უცხოური დამფინანსებლები, რომლებსაც უნდათ რომ შემოიტანონ დაპირისპირება ქართველებში. არა, რა თქმა უნდა და არ ვიცი, ესეც ცალკე საკითხია ხა რა სანდო ინფორმაცია საიდან უნდა გქონდეს, არ მგონია მასო ლელოში გქონდეს რაიმე დაშვება რაღაც ინფორმაციებზე, მით უმეტეს ახლა ქართულ ოცნებასთან საუბარში. კიდევ ერთხელ, საქართველოს ყავს ქართული ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლება. ვერავინ 1,100,000 ადამიანს ამ ქვეყნიდან ვერ გაყრის, ვერც ერთი უცხოელი დონორი თუ მათგან დაფინანსებული NGO 1,100,000 ადამიანის პოლიტიკურ გენოციდს ვერავინ ვერ ჩაატარებს იმისთვის რომ ან გაყარონ ქვეყნიდან, ან ჩაკეტონ სახლში და ხმა არ ამოიღონ. 1,100,000 ადამიანს ვერავინ ვერ გააჩუმებს ამ ქვეყანაში, რაც არ უნდა ფული ხარჯონ და რაც არ უნდა გეგმები აწყონ. სამწუხაროდ ეს აქ შეცდენ. თავარი არის რომ აქ შეცდენ. ჩვენ თუ გადავხედავთ აი 6 თვე გადის 26 ოქტომბრის გამორჩეული გამარჯვებიდან ქართული ოცნების და შეგვიძლია გავიხსენოთ რა იყო ეს. ჩვენ ვნახეთ უპრეცედენტო უცხოური ჩარევა ქართულ არჩევნებში, ვნახეთ და მათ შორის უჩან ანუაშვილმა ამ თავის პრანკობაშიც აღიარა, რომ არჩევნებამდე ფინანსურად, პოლიტიკურად იყო დახმარება იმისთვის, რომ ქართულ ხალხს არ ეერჩიარა თავის ხელისუფლება, არამედ დაესვათ აქ მარიონეტული ხელისუფლება, ჩართული იყო ფინანსები, ჩართული იყვნენ უცხოელი პოლიტიკოსები, რომლებიც აქ ჩამოდიოდნენ მიტინგებს ატარებდნენ, ჩართული იყვნენ ზოგიერთი დიპლომატები, რომლებსაც თავისი პროფესიული ეთიკა დადეს სასწორზე და ზოგიერთი ელჩი პირდაპირ იყო ჩართული წინასაარჩევნო კამპანიაში ქართული ოცნების წინააღმდეგ და 26 ოქტომბერს ყველა ამ ადამიანმა მიიღო შოკი. იმიტომ რომ აღმოაჩინა რომ მიუხედავად ფულისა, მიუხედავად ზეწოლისა და მიუხედავად ყველა იმ ცდილობისა, ქართულ ხალხზე ვერ მოახდინეს გავლენა. და ამ უცხოური გავლენიდან ქართველი ხალხი აღმოჩნდა თავისუფალი და მიიღო თავისი გადაწყვეტილება. ამიტომ ახლა ასე ვთქვათ, ამ ჯგუფებს, რომლებიც დამარცხდნენ არჩევნებში, სურთ რომ რაიმენარიად არიონ საზოგადოება, მაგრამ ეს არ მოხდება, ვინაიდან კიდევ ერთხელ ქართულ 26 ოქტომბერს ჩატარდა ფაქტობრივად დამოუკიდებლობის მეორე რეფერენდუმი, რომელსაც ქართულმა ხალხმა ყველა ამ ასე ვთქვათ, უცხოელს თუ შინაურს ყველას უთხრა, რომ საქართველოში და საქართველოსთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას იღებს ქართული ხალხი, რომელსაც 26 ოქტომბერს თავისი ხელისუფლება აერჩია და ვერავის აქ პოლიტიკურ გენოციდს არავის პოლიტიკურ გენოციდს არ მოაწყობინებს და აქ არ იქნება აპარტეიდი, რომ რაღაც 200 კაციანმა უცხოეთიდან დაფინანსებულმა ჯგუფმა მართოს ქართველი მილიონობით პატრიოტი.